მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო. დღეს თქვენთან ერთად უნდა გავმიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პირდაპირ კავშირში არის ასევე საქართველოსთან. და ეს საკითხი უკავშირდება შეერთებულ შტატებს, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც ჰქვია ტრიპი, რომელიც არის ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო კეთილდღეობისთვის და მშვიდობისთვის, ანუ ლოგისტიკური კავშირის გახსნა სომხეთს, აზერბაიჯანს და რეალურად თურქეთს შორის და ეს მარშრუტი თქვენ იცით, რომ ვაშინგტონის 8 აგვისტოს 2025 წლის სამმხრივი შეთანხმებით შეიქმნა შეერთებული შტატები, სომხეთი და აზერბაიჯანი. აქტუალურია ამ საკითხზე საუბარი, რადგანაც დღეს და გუშინ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ვაშინგტონში შემდგომი დოკუმენტის ხელმოწერის მიზნით სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ტრიპის მიმართულებით. და უნდა გაგიზიაროთ უკვე ინფორმაცია, რომ ასეთი დოკუმენტი ხელმოწერილია და ეს არის რეალურად ტრიპის პროექტის ფარგლებში მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. კერძოდ, ტრიპის პროექტი დაახლოებით უფრო გავს შენობას, რომლის საფუძველი ჩაეყარა სწორედ 2025 წლის 8 აგვისტოს. ახლა კი ამ შეთანხმებით პირველი სართული აშენდა გარკვეულწილად და შენდება, ხოლო დაზუსტდა მარკო რუბიოს და არარატ მირზოიანის ერთობლივი განცხადებების დროს, რომ მხარეები ასევე განიხილავენ სამომავლოდ მესამე დოკუმენტების, ანუ მესამე დონის და კატეგორიის დოკუმენტების მიღებას, რომლებიც გათვლილი იქნება სწორედ დამატებითი სართულების, ასე ვთქვათ, ანუ ჩაღრმავებების გარკვეულწილად ამ შეთანხმებაში განხორციელებას. ტრიპის პროექტს, რომ რეგიონალური უპრეცედენტო მნიშვნელობის მასშტაბი გააჩნია, ეს ფაქტია, თავისი საერთაშორისო ყურადღებით, თავისი ზოგადად უპრეცედენტო სომხეთ-აზერბაიჯანის დაახლოებით და მშვიდობის პროექტის ჩამოყალიბებით, ამავდროულად შეერთებული შტატების ასეთი ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში რეალურად პრაქტიკულად უპრეცედენტოა. თუმცა ბოლომდე ვერ ვიტყვი, რომ უპრეცედენტოა, რადგანაც ანაკლის ღრმაწლოვანი პროექტი, ესე იგი პორტის, რეალურად თავისი მნიშვნელობით ნამდვილად თუ ჩამორჩებოდა ტრიპს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, ცოტათი ჩამორჩებოდა, შეიძლება ვიღაცებმა თქვან, რომ არ ჩამორჩებოდა და პირიქით სხვა. უბრალოდ პირდაპირ შედარება არ არის სწორი, ერთ პროცესში განვიხილავთ პორტს და მეორე პროცესში განვიხილავთ სახმელეთო კავშირს, თუმცა იქ გამავალი უნდა იყოს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია, ეს გულისხმობს მათ შორის რკინიგზას, გზებს, ელექტროგადამცემ ხაზებს, ინტერნეტის კაბელებს, ნავთობსადენებს, გაზსადენებს და სხვა ასევე ინფრასტრუქტურას. ჩვენ ახლა თქვენთან ერთად დეტალურად ვისაუბრებთ ამ შეთანხმებაზე, მე გაგაცნობთ ამ ახალი დოკუმენტის შინაარსს, რომელიც საქართველოსთან კავშირში არის სულ მცირე, იმიტომ რომ ჩვენი ორი მნიშვნელოვანი მეზობლის ბედი წყდება, თურქეთი მათ შორის, ანუ სამი შეგვიძლია ვთქვათ, სამი მეზობლის ამბავია, თან შეერთებული შტატები არის ჩართული, მე პირადად შეერთებულ შტატებს მივიჩნევ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და სულ ასე იყო რეალურად დამოუკიდებლობიდან ბოლო პერიოდამდე, როდესაც შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლების ქართული ოცნების პოლიტიკის საპასუხოდ, როგორც იცით, ოფიციალური პოზიცია ეს არის, შეაჩერეს სტრატეგიული პარტნიორობა. შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთვის რა ბენეფიტები აქვს მოცემული, ესეც ძალიან კარგად იცით ბევრმა და არის თვალსაჩინო, რადგანაც მთელი ლოგისტიკური კავშირები, რაც საქართველოსზე გადის, თურქეთ-აზერბაიჯანის მათ შორის, ეს პირდაპირ კავშირში არის შეერთებული შტატების აქ პოზიციებთან და საქართველოს მხარდაჭერასთან. ეს ნავთობსადენები, გაზსადენები, რკინიგზა და ასე შემდეგ გადიოდა საქართველოსზე და გადის საქართველოსზე. ახლა ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს და ეს დღის წესრიგში უნდა იყოს ჩემი აზრით, რომ საზოგადოების რომ გავერკვიოთ, რა არის ტრიპი. ტრიპი არის დამატებითი მარშრუტი, არის ალტერნატიული მარშრუტი, კონკურენტია საქართველოსთვის თუ შესაძლებლობა. ეს კითხვები ძალიან აქტუალური არის და იქნება ჩემი აზრით მომავალში კიდევ უფრო აქტუალური. სანამ გადავალთ უშუალოდ საკითხის განხილვაზე, გთხოვთ რომ აუცილებლად დაალაიქოთ
ეს ანალიზი, ამით თქვენ მხარს უჭერთ არხის განვითარებას და შემდგომი ჩემი ვიდეოების მომზადებას. ამავდროულად კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი მოსაზრებები არავის შეურაცხყოფის გარეშე. და რა თქმა უნდა შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი, შეწყობინებები ჩართოთ, რათა მიიღოთ ახალი ინფორმაცია დაუყოვნებლივ და შეგიძლიათ აღწერაში მოცემული საშუალებების მეშვეობით მხარი დაუჭიროთ არხს. დიდი მადლობა და გადავიდეთ უშუალოდ უკვე თვითონ საკითხის განხილვაზე და მე მინდა ცხადია გაგაცნოთ, თავად დოკუმენტი ჩემთვის ეგ პრიორიტეტული არის, რომ ჩვენ დოკუმენტის დონეზე ვიმსჯელოთ ერთად და დასკვნები გამოვიტანოთ სწორედ დოკუმენტის მასშტაბით, ანუ ზუსტი ციტირებით და ციტატებით და როდესაც ეკრანს ვიყენებ, სათვალეებიც უნდა გამოვიყენო ეკრანთან დაკავშირებული. ხშირად რომ იწევს ეკრანის გამოყენება მათ შორის მუშაობის დროს, ამიტომ მნიშვნელოვანი არის ასეთი სათვალეები და თქვენც გირჩევთ ყველას ეკრანის დამცველ სათვალეებს, მნიშვნელოვანია. თავად გადავიდეთ ახლა საკითხზე და გეტყვით, რომ შეერთებული შტატების და სომხეთის შეთანხმება დაიდო ახლა, კონკრეტულად, რომელიც გულისხმობს შემდგომ განვითარებას, ანუ იმპლემენტაციის აღსრულების ამ ტრიპის პროექტის ჩარჩო დოკუმენტს. ეს ჩარჩო დოკუმენტი გულისხმობს იმას, რომ ტრიპი უნდა გახდეს მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი შესაძლებლობა, ესე იგი, სომხეთის ტერიტორიის გავლით ტრანზიტის ორგანიზების მიზნით. მათ შორის უნდა დააკავშიროს აზერბაიჯანი და მისი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა, თუმცა ასევე გახდეს გაცილებით უფრო დიდი ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის მნიშვნელოვანი მდგენელი ნაწილი. აქ აღინიშნება, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2025 წლის 8 აგვისტოს დოკუმენტის ჩამოყალიბებაში და ამ ტრიპის პროექტის ჩამოყალიბებაში და სწორედ ამიტომ პრეზიდენტი ტრამპისთვის ეს არის პრიორიტეტი. და ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, ნაწილი ამ დოკუმენტის. შემდგომ უკვე ხედავთ, რომ შეერთებული შტატები მიზნად ისახავენ ამ დოკუმენტის ფარგლებში, რომ ჩამოაყალიბონ და განავრცონ პროგრესი 2025 წლის 8 აგვისტოს ერთობლივი დეკლარაციის გრძელვადიანი მშვიდობის ჩამოყალიბების მიმართულებით. შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტულია კომუნიკაციების გახსნა, სავაჭრო და ლოგისტიკური კავშირების გახსნა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მოიცავს საქართველოს ასევე მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის განვითარების მიზნით. რა თქმა უნდა, ეს ასევე გულისხმობს საბაზრო ეკონომიკის და კრიტიკული მიწოდების გზების განვითარებას ტრანსკასპიურ რეგიონში. და ეს არის მაგალითის მიცემა მათ შორის მშვიდობის და კეთილდღეობის ფორმატის რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის. ტრიპის პროექტში სომხეთის პრიორიტეტებია სომხეთის როლის განვითარება რეგიონალური სატრანსპორტო და ეკონომიკური ჰაბის პოზიციებიდან. ეს ძალიან საინტერესო საკითხია, იმიტომ რომ აქამდე რეგიონალური სატრანზიტო და ეკონომიკური ჰაბი, როდესაც სომხეთს და აზერბაიჯანს ჰქონდათ კონფლიქტი, ამ პოზიციას იკავებდა საქართველო. დღეს საქართველოს პოზიცია სად არის, ამაზე ვისაუბრებთ აუცილებლად. შემდეგი მიზანი არის შექმნას ინსტიტუციონალური მოდელი, ესე იგი, თანამედროვე თანამშრომლობის საზღვრის კონტროლის და სავაჭრო მექანიზმების ჩამოყალიბების. აქ იგულისხმება, რომ სომხეთს აქვს მიზანი შეერთებულ შტატებთან ერთად შექმნას ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობითაც უფრო ეფექტურად მართავს საზღვარს და უფრო ეფექტურად მართავს მათ შორის სავაჭრო გზებს, ანუ მათ შორის ვაჭრობის ნაკადებს. სომხეთისთვის ასევე პრიორიტეტულია შემოსავლის წყაროს ჩამოყალიბება ამის მეშვეობით ამ პროექტის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება შეერთებულ შტატებთან, ანუ ტრიპის პროექტის მეშვეობით, რეგიონალური ინტეგრაციის და ნორმალიზაციის ხელშეწყობა და სომხეთის ექსპორტის პოტენციალის გაზრდა ახალ, ესე იგი, ბაზრებზე.
ტრიპის პროექტის ფარგლებში შეერთებული შტატების მოსალოდნელი ბენეფიტია ახალი ბაზრების გახსნა ამერიკული ინვესტიციებისთვის, ბიზნესისთვის და ნედლეულისთვის ან პროდუქციისთვის, კავშირების ჩამოყალიბება ამერიკისთვის, რათა მიიღოს გარკვეული პროდუქცია, მათ შორის კრიტიკული მნიშვნელობის მინერალები და იშვიათი წიაღისეული ამერიკულ ბაზარზე, ცენტრალური აზიიდან იგულისხმება ეს და გაზარდოს კომუნიკაციები ტრანსკასპიური აი ამ მიმართულებით აზიაში იმის ფონზე, რომ შეამციროს გეოპოლიტიკური საფრთხეები ამ კონტექსტში. ტრიპის პროექტის ფარგლებში სომხეთის და სომეხი ხალხის მოსალოდნელი ბენეფიტები სარგებელი არის. ესე იგი, სამუშაო ადგილების შექმნა და შესაბამისად ეს გულისხმობს სომხეთის მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობებს. ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბება ამერიკული და სომხური კაპიტალით. ტექნოლოგიების გაცვლა და ტექნოლოგიების გადაცემა, ასე ვთქვათ, სომხური მხარისთვის, სომხური ბიზნესის განვითარებისთვის. ტრეინინგები, ანუ სომხური სამუშაო ძალის, ასე ვთქვათ, გადამზადების გარკვეული პროცედურები და ინვესტიციების განხორციელება სომხეთში. სომხეთის პასუხისმგებლობა არის ამ დოკუმენტის ფარგლებში. სრულად ითანამშრომლოს და მხარი დაუჭიროს ტრიპის განვითარების კომპანიას. უზრუნველყოს შესაბამისი კოორდინაცია სომხეთის ყველა სამთავრობო სახელმწიფო სააგენტოს შორის. ხელი შეუწყოს ყველა საჭირო ნებართვას, რაც დასჭირდება ამ კომპანიას, ტრიპის განვითარების კომპანია, ასე ქვია. ხელი შეუწყოს და პირდაპირ კავშირი დაამყაროს შეერთებულ შტატების პარტნიორებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით და იმუშაოს სრული რეგიონალური ნორმალიზაციის მიმართულებით ტრიპის სრული პოტენციალის ამოქმედებისთვის, შექმნა სპეციალური განსხვავებული მოდელები ადამიანების, მანქანების და მათ შორის სხვადასხვა ნივთების, ანუ ეკონომიკური მდგენელების გადაადგილების, როგორც აზერბაიჯანიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ორივე მიმართულებით, ასევე სხვა ტრანზიტისთვის, სომხეთის ყველა კანონის, რეგულაციის და საერთაშორისო ვალდებულების ფარგლებში. წარმატების საწინდარია ამ შეთანხმების ფარგლებში და სომხეთი და შეერთებული შტატები აღიარებენ, რომ ტრიპის წარმატება ეფუძნება შემდგომ ინსტიტუციონალურ მშვიდობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. პროგრესს სომხეთ-თურქეთის სრული ნორმალიზაციის პროგრესს სომხეთ-თურქეთის. ძალიან საინტერესო არის, რომ თურქეთიც არის ნახსენები აქ. არსებით და მუდმივ ამერიკულ ჩართულობაზე არის დამოკიდებული წარმატება, რეგიონალური სტაბილურობა და თანამშრომლობა და სომხეთის სახელმწიფო ინსტიტუციების ეფექტური განვითარება. და ამის ფარგლებში, ამ პროექტის ფარგლებში დაფუძნებულია სომხეთის და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გულისხმობს მათ შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ინფრასტრუქტურაში, ეკონომიკურ განვითარებაში და რეგიონალურ ინტეგრაციაში. ტრიპის პროექტის განვითარება მოხდება სომხეთის ტერიტორიაზე, ჩამოყალიბდება ტრიპის განვითარების კომპანია, რომელსაც მიეცემა შესაბამისი ლოკაციები სომხეთში, სადაც სომხეთის სუვერენიტეტის სრული დაცვით ყველა პროექტზე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით განხორციელდება ეს პროექტები. ტრიპის განვითარების კომპანია, სადაც მაკონტროლირებელი წილი ექნება შეერთებულ შტატებს, ხოლო სომხურ მხარეს ექნება უფლება ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებაზე კონდეს კონტროლი, მისი მიზანი იქნება ტრიპის ინფრასტრუქტურის განვითარება. სომხეთი ამ მიმართულებით იღებს ვალდებულებას, რომ 49 წლით გადასცემს შეერთებულ შტატებს
უფლებას აი ამ ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე სწორედ ტრიპის განვითარების კომპანიას. ტრიპის განვითარების კომპანიის 74% წილი ექნება შეერთებულ შტატებს, ხოლო 26% წილი ექნება ესე იგი სომხეთს. ამავდროულად შემდეგი 50 წლის წელზე ამ პროექტის გავრცელების შემთხვევაში და ასეთი ჩანართი არის და იგულისხმება, სომხეთის ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი წილი მიიყვანოს 59%-მდე. ჩვენ ახლა ბოლომდე გაგაცნობთ აი ამ დეტალებს და შემდეგ განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ამ საკითხებს. ნებისმიერი ცვლილება ესე იგი მეწილეებს შორის იქნება ეს გაყიდვა, გადაცემა თუ ასე შემდეგ, უნდა იყოს შეთანხმებული შეერთებული შტატების და სომხეთის მთავრობებს შორის. ამ პროექტის ფარგლებში სომხეთსა და შეერთებულ შტატებს არის კონკრეტული მიზანი, რომ ჩამოაყალიბონ მულტიმოდალური სატრანზიტო გზები და ფინანსური შემოსავალი აქედან, იმიტომაც 74% არის შეერთებული შტატების, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩადებული ინვესტიციები მთლიანად უნდა ამოიღოს, თავისი ინვესტიციები და შემდგომ უკვე აქედან შემოსავალს მიიღებენ როგორც შეერთებული შტატები, ასევე სომხეთი ერთად. ეს სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი არის, რადგანაც პირველი და რატომ არის აქ საუბარი, ხო? 59%-ზე, ანუ რატო გადასცემს სომხეთი კონტროლირებად პაკეტს შეერთებული შტატებისთვის? იმიტომ, რომ ეს არის უსაფრთხოების გარანტია. აზერბაიჯანი მრავალი წლის განმავლობაში საუბრობდა ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანზე, რომელიც რუსული და აზერბაიჯანული და თურქული განმარტებით უნდა ყოფილიყო ექსტრატერიტორიული. სწორედ ამიტომ სომხეთი ეწინააღმდეგება ნებისმიერ დასახელებას, რომელიც გულისხმობს დერეფანს, კორიდორს და ამის ნაცვლად იყენებს ტრიპს, ანუ ტრამპის მარშრუტს, გზას. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. შესაბამისად, თუ თავარი პოზიცია აქ ექნება სწორედ შეერთებულ შტატებს, მაშინ პრეტენზიები მომავალი 50 წლისთვის და შეიძლება საერთოდ ამ პროექტით მომავალი 100 წლისთვის ნებისმიერი პრეტენზიები პრაქტიკულად იქნება უკვე არათუ სომხურ მხარესთან, ანუ პრობლემები, არამედ იქნება შეერთებულ შტატებთან, იმიტომ რომ ფლობელი გამოვა უდიდესი წილის, კონტროლის წილის, იქნება შეერთებული შტატები. და ამით სომხეთი აზღვევს პროექტს საკუთარ თავს და საკუთარ უსაფრთხოებას. და ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სომხეთის მხარისთვის. გარდა ამისა, იქმნება ერთობლივი სომხეთ შეერთებული შტატების საზედამხედველო კომიტეტი, რომელიც ამას ზედამხედველობას გაუწევს ამ პროცესს. და სომხეთის წილი გამომდინარეობს იქედან, რომ სომხეთი გადასცემს მიწას გამოყენების მიზნით, ანუ მიწას კი არ გადასცემს, არამედ მიწის გამოყენების უფლებას გადასცემს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა და დავაზუსტე. გარდა ამისა, უკვე არსებულ ინფრასტრუქტურასაც გადასცემს სხვადასხვა მიმართულებით, სომხეთის წილი ეგ არის პროექტში. ასევე სომხეთი ხელშეუწყობს პროექტს სახელმწიფო რეგულაციების დონეზე და სომხეთი სრულად გააკონტროლებს ცხადია სასაზღვრო და საბაჟო მიმართულებებს, მაგრამ ინფრასტრუქტურული მიმართულებით სომხეთი განახორციელებს ყველა ინვესტიციას, რაც საჭიროა და თუ საჭირო იქნება, სომხეთი ასევე სხვა ესე იგი ინვესტიციებსაც განახორციელებს. რაც შეეხება თავად რა უფლებები გააჩნია უკვე ტრიპის განვითარების კომპანიას. დაგეგმოს დიზაინი მოაწყოს, ანუ მოამზადოს გეგმა, განავითაროს, ააშენოს და შემდეგ უკვე პრაქტიკულად ოპერირება მოახდინოს, ანუ სამუშაო ვითარებაში აკონტროლოს მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა სხვადასხვა მიმართულებით, აი სადაც გათვლილი იქნება ეს. კერძოდ ჩამოაყალიბოს მათ შორის სპეციალური, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები ამ პროექტის ფარგლებში, სპეციალური საინფრასტრუქტურო რგოლები და ასე შემდეგ. შემდეგ დეტალურად არის ეს აღწერილი.
შექმნა სპეციალური ფირმები, ოპერატორები, სერვის პროვაიდერები, შექმნა სპეციალური შემოსავლის მიღების საშუალებები და ზოგადად მართოს ტრიპის მიმართულებით ეს ინტეგრირებული სისტემა ლოგისტიკური კავშირების. ეს პროექტი გულისხმობს, თუმცა არ არის შეზღუდული მხოლოდ რკინიგზის კომუნიკაციებს, რკინიგზის ტერმინალებს, სადგურებს და ასე შემდეგ, ყველაფერს რაც დაკავშირებულია რკინიგზის ფუნქციონირებასთან, გზებს, მათ შორის ავტობანებს, ჩვეულებრივ გზებს, ესე იგი, ხიდებს, ტუნელებს და ასე შემდეგ, გვირაბებს, ანუ თან თარგმნი ინგლისურად არის ეს დოკუმენტი. ენერგეტიკულ მდგენელს, ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებს, ნავთობსადენებს, გაზსადენებს, ციფრულ ინფრასტრუქტურას, ანუ ბოჭკოვან კაბელებს, ინტერნეტის და დამხმარ ინფრასტრუქტურას, როგორც არის ადმინისტრაციული შენობები, უსაფრთხოება, მათ შორის გარკვეული სერვისები და ასე შემდეგ. ტრიპის კომპანიას შეუძლია მათ შორის შემოსავლის მიღება, კომერციული აქტივობის წარმოება, ამ ქონების გაქირავება და ასე შემდეგ კანონით გათვლილი ყველა პროცედურის ჩათვლით. სომხეთის მხარე სრულად ინარჩუნებს საკანონმდებლო, რეგულაციურ და ყველა სხვა სუვერენიტეტს ამ ესე იგი ინფრასტრუქტურაზე, თავისი ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში ტრიპის ყველა ინიციატივაზე, რომელიც იმყოფება სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე და მისი მიზანია განახორციელოს ესე იგი კანონები და რეგულაციები სომხეთის კანონების მიხედვით. გარდა ამისა, სომხეთს გააჩნია სრული კონტროლი ეროვნული უსაფრთხოების და კანონის აღსრულების, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მიმართულებით. სომხეთს გააჩნია სრული კონტროლი სასაზღვრო კონტროლზე და საბაჟო კონტროლზე ამ ინფრასტრუქტურის მეშვეობით ტრიპის ფარგლებში. სომხეთს რა თქმა უნდა შეუძლია შესაბამისი საბაჟო და საგადასახადო სხვა შემოსავლების მიღება ამ მიმართულებით. სომხეთს აქვს უფლება სრული კონტროლის ყველაფრის, რაც მდებარეობს სომხეთის ტერიტორიაზე და ესე იგი სომხეთს შეუძლია ნებისმიერი კანონის აღსრულება სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე მდებარე ამ ესე იგი ტრიპის პროექტის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში ასევე შეერთებული შტატების და სომხეთის ინიციატივა არის, რომ შექმნან თანამშრომლობის ერთობლივი მექანიზმები საზღვრის მართვის ინტეგრირებული მექანიზმებით. მათ შორის ეს გულისხმობს სპეციალური ხელოვნური ინტელექტის რისკის გათვლის შესაძლებლობებს საზღვრის კვეთაზე, ესე იგი მაღალი ტექნოლოგიებით სკრინინგს, ანუ შემოწმებას ნივთების, ციფრულ სასაზღვრო ზონას, ანუ საზღვრის ასე იგი შესვლა-გასვლის პროცესი, რომ მაქსიმალურად მარტივი და ციფრული იყოს და თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან ამ მიმართულებით. შესაბამისად, სომხეთი იღებს ვალდებულებებს, რომ ჩამოაყალიბებს ასეთ ეფექტური საზღვრის მართვის კონტროლის მექანიზმს, ხოლო შეერთებული შტატები იღებენ ვალდებულებას, რომ სომხეთს მიაწვდიან სპეციალურ ტექნოლოგიებს და დაეხმარებიან საზღვრის კონტროლის ამ მექანიზმებში. აქ კიდევ დამატებით არის გაწერილი, რომ სომხეთს აქვს სრული კონტროლი სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, ნებისმიერი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საკითხები უნდა იყოს შეთანხმებული სომხეთის უსაფრთხოების სამსახურებთან. სომხეთის შესაძლებლობებს, ესე იგი, სომხეთის ხელისუფლებას აქვს უპირატესი როლი ნებისმიერი საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელია. ესე იგი, სომხეთის უსაფრთხოების სამსახურები შეიძლება იქ ასევე გარკვეული მონაწილეობა ჰქონდეთ პროექტებში სომხეთის უსაფრთხოების სამსახურებს. სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც შეგროვდება აი ამ საზღვრის კვეთის და ასე შემდეგ პროცესში, იქნება სომხეთის სუვერენული კონტროლის ქვეშ და ამ მიმართულებით გამოყენებული ყველა ტექნოლოგია იქნება მაღალ ტექნოლოგიური და შეერთებული შტატები დაეხმარებიან სომხეთს ამ მაღალ ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებაში. ახლა ჩვენ თქვენთან ერთად უნდა განვიხილოთ ეს რას გულისხმობს. ეს გულისხმობს, როგორც უკვე ვთქვით,
პრაქტიკულად სომხეთის გავლით ისეთივე ტიპის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთის მიმართულებით, რომელიც ცენტრალურ აზიას, მათ შორის ჩინეთსაც დააკავშირებს თურქეთს და შემდეგ ევროპასთან, რომელიც გულისხმობს გზებს, რკინიგზას, ნავთობსადენებს, გაზსადენებს, ინტერნეტის კაბელებს, ელექტროენერგიას და ასე შემდეგ. ანუ ეს არის სრული პაკეტი ტრანზიტის, რომლის მიმართულებითაც საქართველოს ჰქონდა უპირატესი როლი. საქართველოს დღესაც აქვს უკვე მზა ინფრასტრუქტურა, თან განსხვავება იმაშია, რომ საქართველოს აქვს გასასვლელი შავ ზღვაზე და სომხეთს არა და სომხეთის ტრანზიტი გადის მარტო თურქეთზე, ანუ აზერბაიჯანს, სომხეთ, თურქეთის მიმართულებით, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, ანუ აზერბაიჯანის საქართველო შეიძლება თურქეთში წავიდა, შეიძლება შავ ზღვაზე. საქართველოს აქვს ეს პერსპექტივა, მაგრამ არის სერიოზული პრობლემა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკის შედეგად იმდენად გახდა ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიამერიკული, მათ შორის არჩევნების ლეგიტიმაციასთან კითხვები რომ არსებობს, ეს არის ფაქტი, იგივე დასავლეთში, ამერიკაში და ევროპაში, შესაბამისად და არა მხოლოდ მათ შორის კანონების შეცვლა, ასე ვთქვათ, უკუსვლა დემოკრატიული ან ავტორიტარიზმისკენ ნაბიჯები და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი საქართველოში აღარ არის იმდენად დაინტერესებული და მისი ყურადღების ცენტრი გადადის თურქეთ, სომხეთ, აზერბაიჯანის, ანუ თურქეთი რომ გვერდზე გადავდოთ და აზერბაიჯანიც, იმიტომ რომ ისედაც საქართველოს შემთხვევაში თურქეთი და აზერბაიჯანი ისედაც არის სომხეთის მიმართულებით. ახლა მე არ ვფიქრობ, რომ სომხეთი ამ შემთხვევაში არის მარტო კონკურენტი. იმიტომ რომ კონკურენტი არის იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ინტერესები არ ემთხვევა, ხოლო თუ საქართველო და სომხეთში არის მიღებული კანონი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. საქართველოში ეს არის კონსტიტუციის ნაწილი 78 მუხლი. საქართველო არის კანდიდატის სტატუსის მქონე. თუ საქართველო და სომხეთი ერთობლივად მიდიან ევროპული მომავლისკენ, ჩვენ არათუ კონკურენტები ვართ, არამედ პარტნიორები. თუ საქართველო და სომხეთი ერთად არიან შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ არათუ კონკურენტები ვართ, არამედ პარტნიორები. და საერთოდ ერთ-ერთ ჩემს სტატიაში, რომელიც გამოქვეყნებულია ასევე აქ არხზეც, მე ვთქვი, რომ თბილისს და ერევანს შეუძლია ამ ვითარებაში ძალიან საინტერესო თანამშრომლობა და გეოპოლიტიკური რისკების ერთად შემცირება. წარმოიდგინეთ, ერთად ჩვენ საქართველო და სომხეთი ვაკონტროლებთ მთლიანად შუა დერეფანს, კორიდორს. რუსეთის გავლით არ გადის მარშრუტები, ომი და სანქციები, ირანის გავლით არ გადის მარშრუტები, ომი და სანქციები. შესაბამისად, მთავარი შესაძლებლობა გადის ჩვენზე, აქამდე გადიოდა მარტო საქართველოზე, ეხლა ან სომხეთიც დაემატება, ან მარტო სომხეთზე გავა და საქართველოზე არ გავა. რატომ? თუ საქართველო დასავლეთთან გაწყვეტს ურთიერთობებს, იმ დასავლეთს გაცილებით უფრო აწყობს სომხეთი დღევანდელი, რომელიც არის პრო-დასავლური, რომელიც შეერთებულ შტატებთან ხელი მოაწერეს სტრატეგიულ პარტნიორობას, მაშინ როდესაც საქართველოსთან შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია, ამავდროულად ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონი მიიღეს მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტა 2025 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადებით, რომლის შედეგადაც საქართველოში დაიწყო უწყვეტი პროტესტი და დღემდე გრძელდება, შეწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანების ინტეგრაციის პროცესი. შესაბამისად, თუ ასე არის განვითარება, დიდია ალბათობა, რომ რეგიონალურმა და საერთაშორისო მოთამაშეებმა შეარჩიონ სწორედ სომხური მარშრუტი როგორც პერსპექტიული. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით და ეს წყაროები არის ინტერნეტში, რომ აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც ჰქონდა გარკვეული სირთულეები საქართველოს გავლით ლოგისტიკური კავშირების. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმას, რომ დასავლეთში და ასევე სამეზობლოში გარკვეულწილად შეშფოთებული არიან ქართული სახელმწიფოს შემცირებული სუვერენიტეტით. ამაზე ვიღაცა იტყვის, რომ ქართული ოცნება პირიქით სუვერენიტეტს ამყარებსო და ამაზე საუბრობს, თუმცა სუვერენიტეტი არ არის ის, როცა შენ მეგობრებს ლანძღავ და შენი ქვეყნის ოკუპანტი, ესე იგი, შენი ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის მიმართ განცხადებებს არ და ვერ აკეთებ. არავინ არ ამბობს, რომ რუსეთის მიმართ უნდა იყოს აგრესიული განცხადებები ან მით უმეტეს ქმედებები, ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ
საკუთარი მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების ვისთანაც კეთილი ერთი მხრივ ჩვენ იდეოლოგიური შეიძლება თანხმედრა გვაქვს ამ ვიღაცებს არ აქვთ, მაგრამ მეორე მხრივ თუ ამბობ პრაგმატულად, რომ რუსეთთან არ გვაწყო, არ გავაღიზიანოთ რუსეთი, აი ცნობილი გამონათქვამი. შეერთებული შტატები და ევროკავშირი რომ გააღიზიანე, ან აღიზიანებ მათ, ეს მიზანშეწონილია, ქართულ ინტერესებს შეესაბამება, თუ ისე უნდა მოიქცნენ შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში, როგორც ჩვენ ვთვლით. სავარაუდოდ არა, ხო? შესაბამისად, მე ვიტყვი, რომ არა პრაგმატულია ეს პოლიტიკა, რასაც ქართული ოცნება აწარმოებს და ამის შედეგად დიდია რისკი, რომ ამ დოკუმენტის ფარგლებში, როდესაც სრულად მოხდება ნორმალიზება სომხეთს და აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს შორის. გაიხსნება ეს კომუნიკაციები, განჭვრეტადად თან 50 წელი, 100 წელი. მნიშვნელოვანი მდგენელი არის, რომ შეერთებული შტატები ასე აკვირდება ერთ საკითხს. იქ რუსეთს უნდოდა ამ ლოგისტიკის კონტროლი, სომხეთმა გადასცა ეს ლოგისტიკური კონტროლი ამერიკულ სომხურ კორპორაციას და არა რუსეთს. საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ იცით, რომ ანაკლის ღრმაწლოვანი პროექტი, რომელიც იყო მეორე რეგიონში ან პირველი თავისი ვადით, მაგრამ უმსხვილესი პროექტი ლოგისტიკური, ჩამოართვა ამერიკულ კომპანიას. გადასცა ჩინურს, თუმცა იქ ბოლომდე გარკვეული ახლა არ არის, ბოლო განცხადებები არის, რომ ჩვენ თვითონ ავაშენებთ და მე გავარკვევთ ვის მივცემთ მართვაში, მაგრამ სახელმწიფოს დარჩებაო უდიდესი წვლილი. ნუ აი კიდევ კარგი ვარიანტია თუ ეგრე მოხდება, მაგრამ რამდენი წელი დავკარგეთ? რომელი წელია დღეს? 2026. როდის დაიწყო ანაკლის პროექტზე საუბარი, ჯერ კიდევ სხვა სახელი ერქვა, რამდენი გინდათ შეგიძლიათ აკრიტიკოთ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი, მე მათი მხარდამჭერი არ ვარ, მაგრამ ფაქტია ისტორიული, რომ ანაკლის პროექტი დაიწყო ლაზიკის ცნობილი პროექტით მაგ პერიოდიდან და მნიშვნელობა არ აქვს ვისი პროექტია, ლაზიკა არის, ანაკლი არის თუ რა არის, რა სახელი ექნება, ფაქტია რომ ჩვენ ღრმაწლოვანი პორტი 2026 წელია, 13 წელია ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება, აშენებული არ გვაქვს. რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, გინდ უსაფრთხოების, იმიტომ რომ ეს პორტი არის უსაფრთხოება, გინდ ტრანზიტის, ლოგისტიკის, შემოსავლების და ასე შემდეგ მიმართულებით. და ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, ხო? მე წარმოვადგენ იცით პოლიტიკურ ინიციატივას ჯერ საქართველოს. და ამაზე ვისაუბრე არაერთხელ და კიდევ ვისაუბრებ. შესაბამისად, ჯერ საქართველოს ფარგლებში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის სახელწოდება როგორც ჟღერს. ჯერ საქართველოს. საქართველოს დაკარგა, მნიშვნელოვანი არ არის აქ სააკაშვილია, ივანიშვილია, საქართველოს დაკარგა სერიოზული გავლენა, შესაძლებლობები, კომუნიკაციები, შემოსავალი, ანაკლის სპორტის დროულად არ განხორციელებით და შესაბამისად ეს არის ფაქტი. სომხეთმა ეს ახლა სხვა მიმართულებით გააკეთა ნაბიჯი, ანუ პირიქით გადასცა არა თუ ჩინეთს ან რუსეთს, არამედ შეერთებულ შტატებს და ტრამპი ამით ძალიან დაინტერესებულია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვაკვირდებოდეთ ამას და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ და ეს ჩემი პირადი მოსაზრება, რომ ტანდემამდე მივიდეთ, ანუ საქართველოს და სომხეთი რომ ერთად ამ შუადერეფნის ფარგლებში ფუნქციონირებდნენ როგორც მაკონტროლირებელი რგოლი და ორივე ქვეყანაზე რომ გადიოდეს ეს ინფრასტრუქტურა. კონკურენტები არ ვართ, შეგვიძლია პირიქით. ჩემი აზრით, ურთიერთ შემამსები გარკვეულწილად როლი გქონდეს. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა ზღვაზე წვდომის, სომხეთს ეს არ აქვს, თუმცა იქ გარკვეულწილად რელიეფი არის პოზიტიური, მაგალითად, ყველაზე სამხრეთ ნაწილში, რაც გულისხმობ, ხო? რკინიგზა, რომელიც მიდის ბაქო, თბილისი, ახალქალაქი, ყარსი, მიდის სამცხე-ჯავახეთით, სადაც არის ძალიან რთული რელიეფი. და ამიტომ ბუნებრივად რელიეფის მიმართულებით, სადაც თოვლიც კი არ არის, მეღრის რაიონში, ანუ სომხეთის ყველაზე სამხრეთ ნაწილში, იქ ბუნებრივად რკინიგზა არის გაცილებით უფრო კომფორტული, თან არის მდინარის პირას, რაც რელიეფი ხელს უწყობს მოკლედ. თუმცა საქართველოს აქვს, როგორც გითხარით, ეს პორტების შესაძლებლობა სტრატეგიული, რაც სრულიად სხვა კონკურენტულ არიონებას გვაძლევს ჩვენ.
ამიტომ ეს ყველაფერი გასაკეთებელია, ამ თემებზე მუშაობა საჭირო, ეს არის სერიოზული პროექტი, რადგანაც აქ შუა კორიდორის დერეფნის ფარგლებში ცენტრალური აზიიდან მომავალი, მათ შორის აი რაზეც ითქვა, ხო, მეტალები, იშვიათი წიაღისეული, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი სტრატეგიულად პირდაპირ უკავშირდება ათობით, ასობით მილიარდი დოლარის პოტენციურ შემოსავალს, რომელიც უნდა ჩემი აზრით ასევე მნიშვნელოვნად აღმოჩნდეს ქართული სახელმწიფოს, ესე იგი, თვის მიმართული, ანუ ქართულმა სახელმწიფომაც უნდა აქედან ძალიან სერიოზული სარგებელი ნახოს, ეს არის ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ჩვენთვისაც, კეთილდღეობის წყარო და რა თქმა უნდა, მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, რომ სომხეთში ამის პროექტის წარმოება არის ჩვენთვის ცუდი, თუმცა ნამდვილად ცუდი იქნება, რომ მხოლოდ სომხეთი იყოს ჩართული და ჩვენ რაღაცებს ჩამოვრჩეთ. ჩემი აზრი ასეთი, ამიტომ ბალანსი არის საჭირო. ბალანსისთვის კი არის საჭირო საქართველოში ისეთი პოლიტიკური კონფიგურაცია შექმნა, რომელსაც მე ცხადია ვარქმევ ჯერ საქართველოს, იქედან გამომდინარე, რომ ამერიკასთანაც, ევროპასთანაც, რუსეთთანაც, ჩინეთთანაც ჩვენი ურთიერთობები უნდა იყოს ჯერ საქართველოს კონტექსტში და არა რაც დღეს არის, როდესაც ჩვენ ანტიდასავლური გავხდით და ამავდროულად კარგავთ უზარმაზარ შესაძლებლობებს, ხოლო სარგებელი პირდაპირ თქვათ იგივე რუსეთისგან რა სარგებელი გვაგვაჩნია. რუსეთი როგორც იყო, ასევე რჩება ჩვენი ფაქტობრივი უსაფრთხოების ყველაზე დიდი საფრთხე, მათი ჯარით შიდა ქართლში და აფხაზეთში და ასე შემდეგ. შესაბამისად, არავინ ამბობს, რომ ჩვენ უნდა გარკვეულწილად ერთ მხარეს ვიყოთ მეორეს წინააღმდეგ, მაგრამ დღეს ეს ბალანსი დაცული არ არის და ამის შედეგად ჩვენ შეიძლება დავკარგოთ გეოპოლიტიკური როლი, ხოლო საქართველოს გეოპოლიტიკური როლის გარეშე, იმის ფონზე, რომ ქართულმა ოცნებამ ბოლო წლების განმავლობაში საერთო ძალისხმევა არ დახარჯა ჩვენი ჯარის გაძლიერების მიმართულებით, ჩვენი ეკონომიკა კი იზრდება, მაგრამ ეს არის რუსეთთან ვაჭრობის ძირითადი მდგენელი და სამშენებლო იმასთან კავშირში, სწორედ რუსეთთან და ასე შემდეგ, ეხლა არაბების მიმართულებით რაც არის მშენებლობა. ეს არ არის მაღალტექნოლოგიური, ეს არ არის ისეთი განვითარება, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პერსპექტიულად საქართველოს აქცევს სერიოზულ შესაძლებლობებს მქონე ქვეყანა და ასეთი განვითარების ტემპით. სწორედ ამიტომ ბუნებრივია, რომ პარტნიორების გარეშე დარჩენილი ქვეყანა შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული საფრთხეების ქვეშ. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს რა თქმა უნდა სჭირდება პოლიტიკური ველის ისე განჯანსაღება, რომ პრინციპი ჯერ საქართველოს და ამაში ჯერ საქართველოს გუნდს დიდი წვლილი ექნება ჩემი შეფასებით და ძალისხმევითაც ჩვენი გუნდის, თუმცა ამავდროულად უნდა ითქვას, რომ ბუნებრივად ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შევძლოთ საქართველოს სომხეთი ისეთ ტანდემში მუშაობა, რომ ორივე ქვეყანამ ნახოთ სარგებელი. ცხადია ეს გულისხმობს ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნებას და განვითარებას აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ეს სტრატეგიული პარტნიორობა ასევე იცით, რომ გაგვაჩნია ასევე სომხეთთან, 2 წლის წინ იყო ხელმოწერილი, შესაბამისად სამივე ჩვენი მეზობელი სამხრეთით არის სტრატეგიული პარტნიორი და ყველასთან უნდა შევძლოთ ჩვენი ინტერესებისთვის ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელიც გვაწყობს იგივე გულისხმობს შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ანალიზი იყო, საქართველოსაც შეეხებოდა მეტწილად, სწორედ ამიტომ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა ამ საკითხებზე დაკვირვებას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შეხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.